რატომ არ ესტუმრება საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჯეი-დი ვენსი? იცით თქვენ რომ უახლოეს სამკვირაში თებერვლის მიწურულამდე, რამდენადაც მახსოვს 18-20 თებერვლისათვის ვიცე-პრეზიდენტი დი ვენსი ეწევა ბაქოს და ეწევა ერევანს. აქვე გეტყვით, ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი აზრით, რომ შეერთებული შტატები უმნიშვნელოვანეს ინვესტიციებს განახორციელებს აზერბაიჯანსა და სომხეთში. ამ უკანასკნელში მინიმუმ 500 მილიონიანი და ოპტიმალურად კი ეს ინვესტიცია გაიზრდება $1.5 მილიარდამდე. NVIDIA-ს ქარხანა აშენდება ამ უკანასკნელში, ანუ სომხეთში. იმუშავებენ ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე, მიკროჩიპებზე, სხვა მაღალ ტექნოლოგიურ უმნიშვნელოვანეს მსოფლიოსთვის მნიშვნელოვან ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, თავად სომხეთისთვისაც მნიშვნელოვანი პროდუქციის შექმნაზე. აზერბაიჯანთან მიმართებაში კიდევ უფრო საინტერესო ან არანაკლებ საინტერესო ამბები ხდება. სამხედრო მრეწველობას განავითარებს აზერბაიჯანთან ერთად შეერთებული შტატები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. ლაპარაკია მათ შორის ხომალდებზე, მათ შორის იარაღზე, მათ შორის ბრონირებულ მანქანებზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო და რატომ არ ჩამოდის ეს ჯეი-დი ვენსი? ქვეყანაში, რომელმაც საერთაშორისო უსაფრთხოების კონტექსტში უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა ამ 10 წლის წინ, 15 წლის წინ, 2008 წლიდან მანამდელი პერიოდიდანაც, რომელმაც სხვებთან ერთად დასავლეთის ინტერესები დაიცვა იმ ცხელწერტილებში, რომლებიც მაშინ არსებობდა ავღანეთში, ერაყში. როგორ შეიძლება რომ არ იყოს სტუმარი ამ ქვეყნისა შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი და თუ ვინმე შეერთებული შტატებისაკენ გაიშვერს ხელს მსგავსად კობახიზისა, იმ ვინმეს უნდა ვუპასუხოთ, რომ ეს ყველაფერი რასაკვირველი არის პასუხისმგებლობა საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებისა. უკანონო ხელისუფლებისა, რომელმაც გარდა იმისა, რომ სახელმწიფო გადატრიალება მოახდინა 26 ოქტომბერს 28 ნოემბრიდან 2024 წლისა, ყველაფერი გააკეთა საიმისოდ, რომ ჩვენ გლობალური უმნიშვნელოვანესი მსოფლიო კონტექსტიდან ამოვარდნილიყავით. აღარ არის საქართველო. იმ სულისკვეთების საქართველო ხომ აღარ არის და აღარ არის, როგორი სულისკვეთებაც ჩვენ გქონდა წლების წინ, 20 წლის წინ მაგალითად, 2005 წელს, ან 2008 წელს პირობითად, 9 წელს. ასევე აღარ არის საქართველო, თუნდაც ბიძინა ივანიშვილის პირველი 3 წლის სულისკვეთების საქართველოც კი აღარ არის. პირველი 3-4 წლის. როცა კიდევ ანგარიშს გვიწევდნენ, ან კიდევ პატივს გვცემდნენ, კიდევ გვეუბნებოდნენ, რომ თქვენ ყოჩახ როგორ მოახერხეთ, რომ სახელმწიფო გადატრიალების ან რევოლუციის გარეშე შეცვალეთ ხელისუფლება. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა საქართველოს ისტორიაში. 2012 წლის 1 ოქტომბერი იგულისხმება და ამის გამო გველაპარაკებოდნენ ნატოსთან მიმართებაში წინ წავიწიეთ, უელსის და ვარშავის ნატოს სამიტები შემიძლია გავიხსენო. ევროკავშირთან მიმართებაში სულ წინ წავიწიეთ პრაქტიკულად 2023 წლის ჩათვლით 23 წელს, არ მინდა შემეშალოს, ჩვენ მოგცეს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. და ზღურბთან ვიდექით, რომ ჩვენთან გაეხსნათ მოლაპარაკებების თავები. მანამდე ჩვენ მიღებული ჰქონდა უვიზო რეჟიმი შენგენის წევრ სახელმწიფოებთან, ასოცირების ხელშეკრულება, აღმოსავლეთის პარტნიორობა სადღარი, მაგრამ აღმოსავლეთის პარტნიორობის ფარგლებში ჩვენ დაწინაურებული ქვეყანა ვიყავით და ახლა ვართ მაჩანჩალა. აღმოსავლეთის პარტნიორობა პრაქტიკულად აღარც არსებობს, მაგრამ ვართ მაჩანჩალა ქვეყანა მსგავსი ბელარუსისა და იქნება უარესიც კი. აი ამგვარ საკითხებზე უნდა საუბრობდეთ ჩემი მოსაზრებით ჩვენ სულ. ამგვარ საკითხებზე უნდა ვამახვილებდეთ ყურადღებას. ჩვენ სპიკერები, მედიის წარმომადგენლები, არასამთავრობო დასუსტებული, მაგრამ მაინც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჩვენ უნდა ვლაპარაკობდეთ ვიტკოფზე. ჩანს ხო, თუ არ ვწდები კადრში. ვიტკოფის შეხვედრა პუტინთან. უნდა საზოგადოებას ობიექტურ, თუნდაც სუბიექტურ
მაგრამ ანალიზს უნდა ვაწვიდეთ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, მოკლედ საჯარო სივრცეში ვინც ვართ. ეს იქნებოდა სწორი. ნაცვლად ამისა, რითი ვართ დაკავებული გარკვეულზე ხშირად, მოდი ასე ვიტყვი. აი დღეს დილით გავიღვიძე და გამეღვიძა და ავსკროლე და აღმოვაჩინე თუ გნებავთ დავასახელებ გვარებს და თუ გნებავთ არ დავასახელებ. მოდი ვეცდები რომ არ დავასახელო, თუმცა შეიძლება მომიხდეს, მომიწიოს. ცნობილი ტელეწამყვანის და ოდესღაც პოლიტიკოსის და მანამდე ტელეწამყვანის, რომელსაც მე კარგად ვიცნობ და ხვდებით ვისაც საუბრობ, მისი ფოტოები ცნობილ აგრეთვე ტელეწამყვანთან, რომელიც მუშაობს იმედის ტელევიზიაში და მის ძმასთან და კიდე ვიღაცები არიან იმ ფოტოზე. ამასთან ეს ფოტო, როგორც მე ხვდები და როგორც განმარტებული იყო, ძველი კი არ არის არქივიდან 2018 წლის ფოტო კი არ არის, ახლა ხან რამდენიმე დღის წინანდელია. დავასახელებდი და შეიძლება მომიწიოს დასახელება ახალგაზრდა, მაგრამ მაინც კაცისა, რომელსაც მე კვლავ ვიმეორებ, კარგად ვიცნობ ხალხო, მე მინდა კარგად ავხსნა, რომ არ მესმის რა გვაქვს არა მარტო საერთო, ეს გავიგე, არამედ სალაპარაკოც კი ადამიანებთან, რომლებიც პროპაგანდის იარაღები არიან ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. მე პერსონალურად ძალიან ვერიდები არასაჯარო პირებს, ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი მოსაზრებით, ჩემს გაცილებით დიდ მეგობრებს ვიდრე და ეხლა მომიწევს დასახელება, ვიდრე ზაალ უდუმაშვილისთვის არის ლევან ჯავახიშვილი, ან მისი ძმა მიშო ჯავახიშვილი. არასაჯარო, მაგრამ ჩემს მეგობრებთან ურთიერთობას, იმიტომ რომ ეს მუდმივი ძახილი იმის თაობაზე, რომ მოდი პოლიტიკას არ შევეხოთ, არ გამოდის. პოლიტიკაა პრაქტიკულად ყველაფერი. ჩვენ ხوار ვეხებით რაღაც, ან შეიძლება არ შევეხოთ უშუალოდ ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებს, მაგრამ ვიტკოფის შეხვედრას პუტინთან არ შეეხო ნებისმიერი შეხვედრის დროს, ან გლობალურად მიმდინარე სხვა პროცესებს, ირანში მიმდინარე პროცესებს, ვენესუელაში მომხდარ ამბებს, უკრაინაში პირველ ყოვლისა მიმდინარე ამბებს, ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკას და რაც საკვირველია ქვეყნის შიგნით მიმდინარე ამბებსაც არ შეეხო ყოველი შემდგომი შეხვედრის დროს, წარმოუდგენელია ჩემი აზრით. ამიტომ რაღაცა ჩემი ის მეგობრები, რომლებიც სხვაგან არიან, მდინარის მეორე ნაპირზე არიან და დღენიადაგ იმას ჩამშიჩინებენ, რომ პოლიტიკაზე არ ვისაუბროთ, თუმცა პოლიტიკაზე საუბარს თავადვე დაიწყებენ პირველი შეხვედრისთანავე, ამ მეგობრებსაც კი არასაჯარო პირებს მე ვერიდები, რომ ისინი არ ვაწყენინო ან იმათმა არ ვაწყენინო. წარმოუდგენელია ჩემი მოსაზრებით ნებისმიერი შეხვედრა ნებისმიერ პირთან, სადაც არ განიხილავ BBC-ს ფილმს და BBC-ს ფილმში გამოთქმულ ვარაუდს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ შესაძლოდ საქართველოს ხელისუფლებამ გამოიყენა ქიმიური იარაღი და ლევან ჯავახიშვილს რო ხვდები სალიკო, რომელსაც მე უკვე ვასახელებ და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომელსაც კარგად ვიცნობ. რა თემებზე ამიხსენით უბრალოდ, მასწავლეთ უბრალოდ, რა თემებზე ელაპარაკებით. როგორც ცდებით ვიწრო ან ფართო გაგებით პოლიტიკას. რა არის, რაზეა დამყნობილი და ფუძნებული თქვენი ურთიერთობები და მეგობრობა, ეგრეთ წოდებული ურთიერთობა და ეგრეთ წოდებული მეგობრობა, მეთქი ასე ვიტყვი. რა საკვირველია ჩვენ ყველას ერთი ქართულიც აქ და ამ საზოგადოების წევრები ვართ და რა საკვირველია ადრე თუ გვიან მოგვიწევს საუბარი, მაგრამ ახლა როდესაც ჯერ არ გაციებულა მნიშვნელოვანი საკითხები, როდესაც ამდენი სინდისის პატიმარი ყავს, როდესაც ამდენი პოლიტპატიმარი ყავს, როდესაც ლევან ჯავახიშვილის კოლეგა, უпростоრად ლევან ჯავახიშვილი პროპაგანდისტია და აქედან გამომდინარე ჟურნალისტს ვერ უწოდებ, ამიტომ ჟურნალისტად წოდებული ლევან ჯავახიშვილის კოლეგა არადა ამ სფეროში ვინც მუშაობს, მზია ამაღლობელი დაჭერილია ზალიკო, როცა ხვდება მას ლევანს
მზია ამაღლობელზე, ზვიად რატიალზე, არ ესაუბრება? რომ მოჰკიდოს ხელი უდუმაშვილმა ჯავახიშვილს და მიტინგზე მოიყვანოს, კიდევ გასაგები იქნება იმ სუფრის შემდეგ, კიდევ გასაგები იქნება, ახსნადი იქნება მათი ურთიერთობა, მაგრამ ჩვენ ხო ვიცით, რომ ლევან ჯავახიშვილი რუსთაველის გამზირზე არც არასოდეს არ გამოვა, თუ გამომსვლელი იყო აქამდე, უნდა გამოსულიყო მან კომფორტი ამ ჯობიდან და ეხლა ლევან ჯავახიშვილზე სულაც არ ლაპარაკობს, ლაპარაკობს სოედაცო ზალიკოზე, რომელსაც არათუ ვიცნობ, ეს ხმა დაბლა ნათქვამია, მოდი ესე ვიტყვი, ფართო გაგებით, მე მეგობრობ კიდეც მასთან. კარგი სალამი მაქვს, შეიძლება შევხვდეს 3 წელიწადში ერთხელ, 5 წელიწადში ერთხელ, ახლა ხარ დაახლოებით 1 წლის წინ, არც კი შემხვდა ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ოფისში და მანამდე არ მენახა ზალიკო დაახლოებით 3-5 წელი და ალბათ არ დახავ კიდევ 3-5 წელი. მეგობრობაც ხამახლა ნათქვამია და მე მესმის რომ შეიძლება გული ვატკინო მას, მაგრამ კითხვა მაქვს, რაზე ლაპარაკობთ ხალხო? მასწავლეთ, თუ არ ლაპარაკობთ, არ ლაპარაკობთ ნებისმიერ თემაზე, კობახიძემ რაც თქვა იმაზე, ან მაგალითად ეხლა სუპერმარკეტებში თუ მარკეტებში რომ შედის სუსი, ამაზე თუ არ ლაპარაკობთ და კრიტიკულად თუ არ განიხილავთ ამას. ლევან ჯავახიშვილი თეორიულად თუ იცავს იმას, ანუ ამტკიცებს ბჭყალებში იმას, რომ სუსი უნდა შესულიყო და ფასების დაწევა უნდა მოხდეს ამ ფორმით, საერთოდ როგორ ურთიერთობთ ამ ლევან ჯავახიშვილს და თუ ამას არ ამტკიცებს პირადი შეხვედრების დროს, მაშინ როგორ არ ეკითხებით რა გინდა იმედზე. მაშინ რაღაც გვიმტკიცებ იმედიდან სხვა რამეს. ჩვენ ყველანი პირველ ყოვლისა, ვიდრე ვიქნებით უშუალო პროფესიების წარმომადგენლები, პირველ ყოვლისა ვართ მოქალაქეები ჩემი აზრით. მით უფრო ამ ძნელბედობის ჟამს, როდესაც საქართველოს სახელმწიფოს გაუქმება შეიძლება მოხდეს. და როცა საქართველოს სახელმწიფოს გაუქმება, ეს საფრთხე არსებობს, რომ შეიძლება გაუქმდეს ქართული სახელმწიფო. პერსონალურად მე საკუთარ თავზე ვიტყვი, მე ვერიდები ადამიანებთან, იმ ადამიანებთან ურთიერთობას, მათ შორის უახლოესებთან, მათ შორის უახლეს და არა უახლოეს და არა საჯარო პირებთან, რომლებმაც შეიძლება გამოთქვან ფრიად არაორდინალური და ჩემთვის მიუღებელი და ობიექტურადაც მიუღებელი და არასწორი პოზიციები, მაგალითად. ერთ-ერთმა ჩემმა მეგობარმა მითხრა, რომ ანდრო ჭიჭინანზე სამართლიანად იხდის სასჯელს. მე მაქსიმალურად შეიძლება ვერ ავწდე გარკვეული პერიოდის შემდეგ, შეიძლება მართლაც პირში წყალი ჩავიგუბო და არ ვილაპარაკო ამ თემაზე, მაგრამ მაქსიმალურად ვეცდები და მოვახერხებ, რომ მას არ გადავეკვეთო, იმიტომ რომ მეც შეიძლება დავუშვა მასთან შეცდომა, პირდაპირ მნიშვნელობით ცხადია, ალბათ არ უნდა გაიგოთ, ალბათ კი ნამდვილად და შემოვულაწუნო თუ პირად ურთიერთობაში, პირადი შეხვედრის დროს, პირადი კომუნიკაციის დროს გამიმეორებს ამ მსგავს სიტყვას. არა და კვლავ დაუბრუნდები ხა პირველ თქმულ დასაწყისშივე თქმულ სიტყვას, ნათქვამ სიტყვას. გარშემო ისეთი საკითხებია, გარშემოც ისეთი საკითხებია, რომ წარმოუდგენელია იმაზე არ ლაპარაკობდე და ყურადღება გადაგქონდეს ზაალ უდუმაშვილის და არა მხოლოდ ზაალ უდუმაშვილის, რაც გადავეკიდე ამ ზაალ უდუმაშვილს, სხვათა ამ კოჰაბიტაციაზეც არასწორი, ამ შეზელვაზე. იმათთან, ვინც პროპაგანდის მსახურები არიან, იმედი აქვეყნებს ქარდებს, რომ ზელენსკი არის დასასჯელი ტიპი, რომ ზელენსკი არის მკვლელი, რომ ზელენსკი არის ტერი უკრაინელი ხალხისა. და იმ იმედზე მუშაობს სცენებული ჯავახიშვილი, არა მხოლოდ ჯავახიშვილი. და ახლა მე გეკითხებით, როგორ შეიძლება მე ვურთიერთობდე ჯავახიშვილთან, თუნდაც უახლოესი მეგობარი იყოს, როდესაც ამ ქარდების გამომქვეყნებელ მედია საშუალებად წოდებულ პროპაგანდის მანქანაში მუშაობს ხსენებული ჯავახიშვილი. რა მაქვს საერთო? შემდგარ ხელმარჯვნივს ზურგს უკან არის ჩუბჩიკას ნახატები. ჩუბჩიკას ნახატებზე უნდა ვილაპარაკო? რაზე უნდა ვილაპარაკო? სპორტზე, ეგრეთ წოდებული ამინდია განსახილველი თემა? რომელიმე მხატვრული დაწარმოები, რომელიმე მხატვრული ფილმი? რა მაგრა თამაშობს, რა ვიცი, რომელიმე თანამედროვე ან არათანამედროვე ძველი თაობის მსახიობი, ამა თუ იმ ფილმში რობერტ დე ნირო, რა დე ნირო მართლა, რა დე ნირო, რა ალ პაჩინო და რა ნებისმიერი სხვა თემა, გარდა ფართო გაგებით პოლიტიკისა და
კვლავ უბრუნდები პირველ სიტყვას. გარშემო საინტერესო ამბები ხდება. უსაინტერესო ეს ირანი წინააღმდეგ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ძალიან ახლო მომავალში შეიძლება დაიწყოს არნახული სამხედრო ოპერაცია. არნახული სამხედრო ოპერაციის დეტალებს მეგობრებთან შეხვედრის დროს, ან ეგრეთ წოდებულ მეგობრებთან შეხვედრის დროს, ბუნებრივია ვერ განიხილავ, მაგრამ ეს დეტალებს და საერთოდ არც ერთმა ჩვენგანმა არ იცის, რას იზამს და როგორ იზამს ამერიკის შეერთებული შტატები, მაგრამ ღირებულებით ხომ უნდა მიესალმო რაღაცას, ამბავს. და თქვა, რომ აიათოლების რეჟიმი, რომელმაც გაანადგურა 30,000 და მეტი ადამიანი მოკლა, ეს რეჟიმიც გასანადგურებელია. ემან შენმა მეგობრად წოდებულმა პროპაგანდისტმა რო თქვას და რა გიბრუნოს სიტყვა და გითხრას ის რაც გითხრა ვოლსკი, მან გითხრა კობახიძე, მან გითხრა პაპუაშვილმა და თქვას რომ იცი რა არის ამერიკის შეერთებული შტატების იმპერია რა მას არ გაუნადგურებია სხვები ამერიკის შეერთებულ შტატებს არა აქვს არანაირი უფლება რომ აიათოლების რეჟიმი გაანადგუროს. ამერიკის შეერთებული შტატები ბოროტების სათავეა, ისეთივე სათავეა, როგორიც არის რუსეთი, ირანი თუ ჩინეთი. ან უარესი არის ვიდრე რუსეთი, ირანი თუ ჩინეთი. ეს რომ გითხრას კელეხის თუ კორწილის თუ დაბადების დღის სუფრაზე თუ ისე სუფრაზე მოხვედრილმა ეგრეთ წოდებულმა მეგობარმა, რას როგორ აგრძელებთ მე მასთან ურთიერთობას აღარ ლაპარაკობ საქართველოზე, ქიმიური არაღზებზე, იამაღლობელ ზვიარატიანზე, ანდროჯიჭინაზე, ზხსენებულზე, მათედევიზე, სხვებზე და სხვებზე. სინდისის პატიმარი კი არ არის მათედევიზე, არამედ კრიმინალია. ამას გეტყვით მაღალი ალბათობით, გეუბნება მაღალი ალბათობით ლევან ჯავახიშვილი. და აი როგორ არ დგებით შეცდომა და შვებულები და როგორ არ მიდიხართ იმ სუფრიდან და სურათებს ხელგადახვეულები. როგორ იღებთ მათთან. მე ეს კარგად არ მესმის. მე რასაც ვამბობ არ ნიშნავს იმას და არ მიმყავს საუბარი იქითკენ რომ მე მსგავსი შეცდომა არ დამიშვია, თუმცა მე ვცდილობდი და ვცდილობ წარსულში დამიშვი. მე ვცდილობდი და ვცდილობ რომ ავარიდო თვალიც და ავარიდო გულიც იმ ადამიანებს რომლებიც ბალთას არიან, არა ალთას, არამედ ბალთას, რომლებიც ღირებულებებს ღალატობენ. წიხლს რომ ურტყავს, აღარ მახსოვს იმ კაცის გვარი, სპეცნაზმელი ახალგაზრდა კაც, რომლის გვარიც არ მახსოვს. ამ კაცს რომ ჩაურთავთ თეორიულად იმ ლევან ჯავახიშვილს ან სხვას ქალბატონებს, მათ შორის კოლეგებს ჩემსას. ამ კაცს თუ ჩაურთავთ, რა რეაქცია აქვთ მათ? თუ იქნება უნდა მითხრათ რომ არ ახსენებთ ამ კადრს. კადრს, რომელიც BBC-ის ფილმშიც მოხვდა, როდესაც სპეცნაზმელი წიხლს ურტყავს თავში ახალგაზრდა კაცს პროტესტის მონაწილეს. შეიძლება ესე ამბობენ, ეს საშინელებაა, მაგრამ განა დემონსტრანტებმა არ იძალადეს. ამასაც თუ გეუბნებიან, მაშინაც უნდა ადგეთ. არა თუ ხელგადახვეულებმა ზარქუას რო ჰქონდა გადახვეული იმ ქალბატონზე. არამედ თქვენს ისევე გაქვთ გადახვეული, ჩამოდებული გაქვთ მხრებზე ხელი, თქვენივე ეგრეთ წოდებული მეგობრების მხრებზე, უნდა დატოვოთ ის თავყრილობა. და ფოტო მაინც არ უნდა გადაიღოთ და საერთოდ უნდა გაერიდოთ და მანამდეც არ უნდა შეხვედრილიყავით. მე ესე მგონია, მაგრამ ახლა დავსვავ კითხვას მთავარს. ვიზელთ, ცოტა უცნაური ზნა არის. ვიზელთ თუ არა ლევან ჯავახიშვილებს და არა მხოლოდ ლევან ჯავახიშვილზე კონკრეტულად კი ვამახვილებ ყურადღებას, მაგრამ აი ამ მოცანცარე ტიპებს, რომლებიც ხანიკით არიან, ხანაკეთ არიან, ხვალზე როდესაც ხელისუფლება შეიცვლება, იმედია შეიცვლება, მერე გადმობარგდებიან. ესეთი ეჭვი მებადა ზაალ უდუმაშვილს, რომ მისცეთ პირობითი რიცხვი დავასახელოთ. ზაალ უდუმაშვილი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი იყო და მერობის კანდიდატი იყო, ამდენადაც მახსოვს. რომ მისცენ 45,000 ტელეკომპანია იმედში, მიდი ხარზალიკო. გეწყინება ვიცი, მაგრამ თუ არ მიდიხარ, მაშინ არც ლევან ჯავახიშვილთან ფოტო არ უნდა გადაიღო. და უნდა იყო ისევე რთულად, როგორც არის კრიტიკულ მედიაში ყოფი ჟურნალისტების 99%. ან რაღაც 90%. მე ვისურვებდი
რომ ჩვენ ვილაპარაკოთ სერიოზულ თემებზე და არა ასეთ არასერიოზულ თემებზე, უბრალოდ სკროლვისას, რომ შემოგხვდება ამგვარი კადრები, რომლებიც ადასტურებს იმას, რომ ჩვენი საზოგადოების, ჩვენ მხარეს მყოფი საზოგადოების ერთმა ნაწილმა უკვე შეიზილა ისინი, ვინც პროპაგანდისტები არიან და ვინც ამაგრებენ და ამყარებენ იმ ისედაც ერეგირებულ რეჟიმს, ვიაგრები არიან მარტივად რომ ვილაპარაკოთ. ეს კადრები რომ შემოგხვდება, მე მიჭირს კონცენტრირება, გადართვა, სხვა მნიშვნელობას საკითხებზე, რასაც აუცილებლად გავაკეთებ. ეს არის პირველი და ბოლო ვიდეო ბლოგი თემაზე სამწუხაროდ როგორ ქმედებს, როგორ კონფორმისტულად ქმედებს ჩვენსკენ მყოფი საზოგადოების ან ინდივიდთა ერთი ნაწილი. და ყველაფერი არ მithქვამს. ყველა არ დამისახელებია, იმიტომ რომ მეც მაქვს ჩემი კომპლექსები და შეზღუდვები, რომ არ გავანაწყდო, არ მოვანაწყენო გარკვეული ის პირები, რომლებთანაც ურთიერთობა მაქვს. ახვამდის.